ტექნოლოგიური განათლება და თანამედროვე პროფესიების სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ეპოქაში ციფრული უნარების შეძენა კარიერულ შესაძლებლობებს აფართოებს, ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას. თანამედროვე პროფესიების სწრაფი განვითარება კი აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური ცოდნა და უნარები ნებისმიერი ქვეყნის გლობალურ წარმატებაში კრიტიკულ როლს ასრულებს. როგორ ვითარდება საქართველოში ტექნოლოგიური განათლება და რა მოთხოვნებია ბაზარზე, სტუმართან ონლაინ ნეო უნივერსიტეტის ქილვილის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი მარიამიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ამ გადაცემაში რაც არსებობს ტექნოლოგიებზე და ტექნოლოგიური ცოდნის მიღების აუცილებლობაზე და მის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრს საუბრობთ. თუმცა ჩვენ საუბარი მინდა დავიწყოთ იმით, ეხლა სად ვართ? რა ეტაპზეა საქართველოში ტექნოლოგიური განათლების მიღება? ამას იმის გათვალისწინებით ვკითხულობ, რომ რამდენად რეალურად სხვანაირად ხედავს უკვე დღევანდელი ახალგაზრდა იქნება თუ დავუშვათ საშუალო ასაკის ადამიანი, ვისაც ამ მიმართულებით ცოდნის შეძენა სურს, რომ რეალურად ეს არის ის სეგმენტი, ამ სეგმენტში განათლების მიღება არის იმის საფუძველი, რომ რეალურად სხვა ტიპის გარდა იმისა, რომ პროფესია შეიძინო ახალი, სხვა ტიპის სამუშაო იშოვო, იქ ანაზღაურება სხვა გქონდეს. ანუ რამდენად გავიზარდეთ ამის გაცნობიერების კუთხით? დიახ. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ასევე მივესალმებით ტელემოყურებელს. ნამდვილად ძალიან საინტერესო თემა არის ტექნოლოგიები და ვფიქრობ, რომ ძალიან განსხვავებულ, ასე ვთქვათ, ეპოქაში და რაღაც საინტერესო დროში ცხოვრობთ რა. რეალურად ალბათ დრო რო გავაიჭრო, ეს იყო ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯერჯერობით ეს არ არის ძალიან აშკარად შემოსული. თუმცა ნამდვილად ვფიქრობ, რომ უკვე შრომის ბაზარი განიცდის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს და უფრო კონკრეტულად რო ავწეროთ, თქვათ, რომ წარმოვიდგინოთ ადრე იმისთვის, რომ ბუჰალტერი ყოფილიყავი, ასე ვთქვათ, ბუჰალტერია გეკეთებინა, ქონდა ესეთი რვეული, რომელსაც მე ეს რო გადაშლიდი, პროსტინას ეძახდნენ უკაცრავად ამ ტერმინისთვის და უნარი იყო, რომ ჩოთქზე ანგარიშუნა გწოდნოდა და უკვე ამ პროსტინაში ეს გადაგეტანა. მე მოვიდა Excel-ი, რომელსაც შიტები აქვს, ამასაც შემთხვევით არ ქვია შიტები, მაგრამ თვისობრივად განსხვავებული არ ყოფილა Excel-ი რა. თუმცა ის უკვე იყო კომპიუტერიზებული. უბრალოდ ციფრულ გარემოში გადატანილი ისევ შიტი ქვია, ასე ვთქვათ, რომელიც ასევე ინგლისურად იგივეს ნიშნავს, რაც პროსტინა რუსულად და უკვე აქ გადავიდა ბუჰალტერი, უკვე ამ Excel-ში მუშაობს და აქ უკვე საჭირო უნარი იყო ინგლისური და Excel-ის ცოდნა, ასე ვთქვათ. ხოლო დღეს თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობა შეიქმნება უკვე შრომის ბაზარზე, იმიტომ რომ გვაქვს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რომლებიც თუ კარგად დაავალებ რა გააკეთოს, უბრალოდ შენ მაგივრად აკეთებენ იმ საქმეს, რაც არის შენი გასაკეთებელი. თუნდაც თქვენ მაგალითზე რო თქვათ, ალბათ ამზადებთ კითხვებს, ხო, ესე თქვენი რესპონდენტი მოდის გადაცემაში და ამაში ას გარკვეული დრო გეხარჯებათ ხოლმე. შეგიძლიათ ამისთვის გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, რასაც მიწერთ, რომ აგერ ესა და ეს ადამიანი მოდის, სადაც გიორგი მარიამიძე მოდის და რა კითხვები შევაკითხოთ, ჩამოგეწერთ ამ კითხვებს. ხო, არ ვიცი, ხა კარგი ნაწილია თუ ცუდი, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს, რომ რეალურად სხვა ტიპის აზროვნებას უნდა გადაეჩვიოს. რეალურად გადაცემაში კითხვის დასმისას და ნაწილში ალბათ არ ვიცი რამდენად სწორი იქნება ამის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება დროს დაგიზოგავ. ანუ ხო, დროთა განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვლა, მათ შორის ჟურნალისტიკაც ამასაც ვნახავთ. ძალიან კარგი ნაწილ შეეხეთ, ბუჰალტერი ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, იმიტომ რომ მე როდესაც ბუჰალტერიას ვსწავლობდი, სწორედ Excel-ის ნაწილით ვსწავლობდი და დღეს პროგრამული უზრუნველყოფა ისე დონეზეა, რომ რეალურად ხოლმე რაღაცების შევსება გჭირდება და როგორც ახლა მივხვდი, შეიძლება საერთოდ აღარ დაგჭირდეს, თუნდაც იმ რაღაც კონკრეტული მონაცემები შეყვანა, ხო? ანუ იმ ეპოქამდე მივიდნენ. რამდენად ინტერესდებიან ადამიანები, რომ აი ამ ტიპის ცოდნა მიიღონ და განათლება ამ ნაწილში, რომელიც რეალურად ჩვენთვის მაინც უცხოხილია და თანდათან ვეჩვევით და თანდათან ჩნდება ქვეყანაში საუნივერსიტეტო იქნება თუ სხვა ტიპის განათლების სისტემები ამ საკითხებზე და ტექნოლოგიების მიმართულებით. განათლების კუთხით სად ვართ? განათლების კუთხით მუშაობთ. პროგრესი ნამდვილად ძალიან დიდი გვაქვს, რო გადავხედოთ ბოლო 5 წელს სტატისტიკის მიხედვით ტექნოლოგიურ სფეროში, თუ ვთქვათ 5 წლის წინ სულ რაღაც 5000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ეხლა ეს რიცხვი უკვე 15000 აღწევს და ვფიქრობ, რომ პროგრესი გვაქვს, თუმცა კიდევ უფრო ბევრად
ბევრად მეტი არის სამუშაო და ჩვენ Skills-ში ასე ვთქვათ, ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში, რადგან აუცილებლად ვიკითხავ, პოტენციალი რისი გვაქვს? მაგალითად, თქვენი Skills-ის მაგალითზე, რისი პოტენციალია რეალურად, რომ განათლების ნაწილში 5000-დან 35000 რო გავხდით, ეს კარგია დასაქმებულების ნაწილში, მაგრამ სადამდე შეიძლება დაუშვათ განათლების ნაწილში ისე გავზარდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი დასაქმებული მივიღოთ? სადამდეც შევძლებთ რა, ანუ რა ვიცი, ჩვენი ზღვარი ალბათ არის ჩვენი მოსახლეობა. მე პირადად ვფიქრობ, რომ ძალიანაც არაფერი იმაში განსაკუთრებული არ იქნება, რომ ჩვენი მოსახლეობის სრულ უმრავლესობა იყოს დასაქმებული ტექნოლოგიურ სფეროში და საქართველოს გახდეს ლიდერი ტექნოლოგიურ ბაზარზე. თუმცა ამას რა თქმა უნდა მუშაობა ჭირდება. შეგვიძლია თქვათ, აი რაღაც მაგალითად ბელარუსის მაგალითი ავიღოთ, იქაც ბელარუსი ცნობილია როგორც ერთ-ერთი IT სერვისების ექსპორტიორი ქვეყანა ამ მიმართულებით და ესეც ორ დღეში და ერთ ღამეში არ მომხდარა, ამას დაჭირდა წლები, დაჭირდა მუშაობა და ანუ ადრეული ასაკიდან დაიწყეს ამ მიმართულებით უკვე ბავშვებთან მუშაობა, რამაც გამოიღო ის შედეგი, რომ უკვე დღეს მსოფლიოში ყველასთვის, ასე ვთქვათ, ბელარუსი ცნობილია როგორც ერთ-ერთი IT სერვისების ექსპორტიორი ქვეყანა, ყავს რამდენიმე ძალიან წარმატებული დიდი კომპანია, რომელსაც ერთ-ერთი მაგალითად EPAM, რომელიც საქართველოში არსებობს, გლობალური წარმატებული კომპანია, მას ჭირდება მუშაობა და რავი, პოტენციალი ტექნოლოგიების არის შეუზღუდავ. ადამიანს აქვს სურვილი რომ ისწავლოს. ადამიანები რომლებიც გუყურებენ, მათ უნდათ რომ ისწავლოს. აი რა გზა უნდა გავიარო იმისთვის რომ აი აქამდე მივიდე რომ მე სხვა პროფესია მქონდეს, სხვა შემოსავალი რა. ყველასთან ტექნოლოგიები ხა ასოცირებულია როგორც სხვა შემოსავალთან, სხვა მასშტაბის შემოსავალთან, ხო? აი რა გზა უნდა გავიარო და რამდენად ხედავთ ინტერესს მათ შორის ახალგაზრდებში ამ კუთხით? ინტერესს ძალიან დიდ ხედავ და მე როგორც ბიზნესმენი შევსწრები ვარ უამრავ წარმატებას ადამიანების. რა თქმა უნდა, თითოეული გზა ინდივიდუალურია, მაგრამ ასე ვთქვათ, დაახლოებით შეგვიძლია ორ ჯგუფად გამოვყო. ეს არის ესე იგი ერთი ჯგუფი ადამიანებს, რომლებმაც შეიცვალეს კარიერა, იყვნენ ასე ექიმი, რადიოლოგი, ყავს ესეთი, რომელიც სწავლება თავი რადიოლოგიას და გახდა UI UX დიზაინერი და ციფრულ პროდუქტებს ასე ვთქვათ, ხატავს მარტივ ენაზე ვთქვათ, ყავს იურისტები ასევე, რომელსაც გადაწყვეტეს გადმოსულიყვნენ ტექნოლოგიებში. ამ ადამიანებს იცვლიან თავიანთ კარიერას და ასევე არის მეორე გზა, ეს არის უკვე ადამიანები, რომლებიც თავიდანვე იმთავითვე ტექნოლოგიების სფეროში იწყებენ თავიანთ კარიერულ განვითარებას და ორივე შემთხვევაში ნანახი მაქვს. რა საკიდან უნდა შეიძლება რომ ადამიანი მოვიდეს თქვენთან მაგალითად? ჩვენ ასე ვთქვათ პროდუქტი და ჩვენ რა კურსებს რო გადავხედოთ, ხო, ჩვენ ახლა დავამატებთ STEM Schools, რომელიც არის 12 წლის ბავშვებისთვის, ეს არის 2 წლიანი პროგრამა და ამ 2 წლის განმავლობაში 4 სემესტრიდან შედგება. ბავშვები შეისწავლიან როგორც მეცნიერების საწყისებს, მეცნიერება, ინჟინერია, მათემატიკა, ასევე უკვე პროგრამირების კონცეპტებს, საბაზისო საკითხებს შეეხებიან ამ 2 წლის განმავლობაში. და რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ, ამას მით უკეთესია ჩვენი აზრით, თუმცა ვფიქრობ, აი დაახლოებით მე-6 კლასია, ეს 12 წელი არის უკვე ის რაღაც ოპტიმალური, საიდანაც შეიძლება დაწყება, თუმცა შე შემთხვევაში დედაქალაქშია თუ დაუშვათ მთელი საქართველოს მასშტაბით? დიახ, ცენტრები ამ ეტაპზე არ არის მხოლოდ დედაქალაქში, არის ბათუმში და ასევე ქუთაისში, თუმცა ასევე ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ონლაინ სწავლებას და რატო? იმიტომ რომ მაინც ხელმისაწვდომობის კუთხით ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილი, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი ხარისხიანი განათლება შევთავაზოთ ონლაინ, ძალიან ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურად არ ცხოვრობენ, ასე ვთქვათ, დიდ ქალაქში და შეიძლება ფიზიკურ ცენტრში მათთვის მისვლა რაღაც ბარიერებთან იყოს დაკავშირებული და ვეხმარებით ამ ბარიერების გადალახვაში, იმით რომ სრულიად ონლაინ შეუძლიათ რომ ისწავლონ. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე კარგი ნაწილი ამ ჩვენი საუბრის არის ის, რომ რეალურად ცენტრებთან ერთად ონლაინად შეგიძლიათ მით უმეტეს როდესაც ტექნოლოგია გაძლევს საშუალებას, რომ საქართველოსთან საერთაშორისო მასშტაბით ნებისმიერ კომპანიაში დასაქმდე, ხო? შედეგები როგორი გვაქვს ამ კუთხით? დაუშვათ მიღებული ცოდნით თქვენი სტუდენტები თუ ახერხებენ რომ რეალურად მე უკვე სხვა ისეთი მასშტაბის კომპანიებში დასაქმდნენ, როგორზე მეტნაკლები წარმოდგენა როგორიც გვაქვს დაუშვათ ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები აქვს ხედელობაში, ანუ ვაძლევთ იმ ტიპის ცოდნას? დიახ.
ჩვენთვის ქიულში ან ცოდნასთან ერთად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ვსწრაფთ კარიერულ ზრუნვას, ანუ კარიერულ ზრუნვას და ასევე networking-ს და ამის მაგალითია თუნდაც გუშინ მე პირადად მქონდა ჩვენ სტუდენტებთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ კარიერულ განვითარებაზე და ეს არის ჩვენი განმასხვავებელი და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომ ამ ცოდნასთან ერთად რომელსაც მიიღებენ, უკვე შეძლონ მიიღონ არა მარტო ცოდნა, არამედ პროფესია, რომელსაც შეიძლება დასაქმდნენ და ყოველთვის გვაქვს ამაზე კომუნიკაცია ჩვენ წარმატებულ სტუდენტებზე, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიებში დაიწყეს მუშაობა, ასევე ჩვენ თვითონაც ოდესაც ვაკანსიები გვაქვს, ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენივე სტუდენტები დავასაქმოთ მაქსიმალურად და მაჩვენებელსაც ვითვლით ჩვენი სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელს და ამ ეტაპზე 42% არის მაჩვენებელი იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც არიან სკილული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებიც დასაქმებულები არიან. ჩვენ Facebook-ის გვერდზეც რო შეხვიდეთ და ნახოთ, იქ ყოველთვის ვაკეთებთ კომუნიკაციას ჩვენ წარმატებულ სტუდენტებზე, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს აქვს გაცხადებული პოლიტიკა ტექნოლოგიების მიმართულებით, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა მოხდეს ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის მშენებლობა დაანონსებული და შემდგომ აი ამ პროცესების გათვალისწინებით გვაქვს თუ არა პერსპექტივა, რომ რეალურად ამ მიმართულებით სერიოზულ ჰაბად ჩამოვყალიბდეთ? ვფიქრობ, რომ პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს, გარდა იმისა, რომ პერსპექტივა გვაქვს, თუ არა არჩევანიც ბევრი არაფერი არ გვაქვს, ჩემი აზრით. არ მგონია რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ხო, პატარა ღია ეკონომიკა ვართ. საბადო და ეს საუბარი ხშირია ხოლმე, კი ბატონო, ნავთობი პირობითად. ვერ შეძლებს ჩინეთს იაფად აწარმოოს რაღაც, ან გაუჭირდება შეიძლება გერმანიაზე ხარისხიანად აწარმოოს რაღაც, ამიტომ ჩვენ აქცენტი გავაკეთებთ უნარებზე. უნარებზე აგებული ეკონომიკა უნდა ვიყოთ და რომელ უნარებზე ტექნოლოგიურ უნარებზე არის ჩემი ცალსახა პასუხი, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, ის ტექნოლოგიები, რომლებიც უკვე დღეს მომავალია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას ჩვენ ასე ვთქვათ, აი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ჯერ არ გვგზნოთ, მაგრამ უკვე აქ არის ეს მომავალი ნამდვილად. საერთაშორისო პარტნიორობა, სკილველის როგორ ეხმარება თქვენ სტუდენტებს, რომ მაქსიმალურად კარგი სამსახური, არ ვიცი, ამ ეს კარგი ფორმულირება, მაგრამ კარგი სამსახური იშოვოთ. საერთაშორისო პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოვყოფთ ამაში კემბრიჯის უნივერსიტეტს, რომელთანაც ერთად პარტნიორობთ. ზოგადად საერთაშორისო პარტნიორობა გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი განათლების, ჩვენი პროგრამების ხარისხი ასე ვთქვათ, გავზარდოთ. კემბრიჯის უნივერსიტეტთან ერთად შევადგინეთ და ვმუშაობთ მეცნიერთა, მონაცემთა მეცნიერების, მანქანური სწავლების და ამ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროგრამებზე და კურსებზე და ასევე ინგლისური ენის მიმართულებითაც თანამშრომლობთ, რადგანაც ინგლისური საკმაოდ საჭირო შემადგენელი ნაწილია, იმისთვის რომ ტექნოლოგიური განათლება მიიღო, რადგანაც უმრავლესობა მასალის, ლიტერატურის, თქო, ყველაფრის ინგლისურ ენაზე არის და ამიტომ ინგლისურ ენასაც ვანიჭებთ ამ მნიშვნელობას. ასევე უზბეკეთში თანამშრომლობ ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან და უკვე ძალიან მალე უზბეკ ახალგაზრდებსაც შეეძლებათ, რომ უკვე ჩვენი სკილვილის და კემბრიჯის ერთობლივი პროგრამებით მათაც ისწავლონ ტექნოლოგიები თანამედროვე. აი შემდგომი ნაბიჯი რა არის სკილველის, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამ კომპანიის დამფუძნებელს და მის ხელმძღვანელს ამ კომპანიის განვითარება, თუნდაც ზოგადად ტექნოლოგიების და ტექნოლოგიური კუთხით, აი რა უნდა იყოს სკილველის მომავალი? დაარსდა, საკმაოდ ისეთი პოპულარულია, ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც თქვენთან მიიღოცა და ეხლა რა ხდება ამის შემდგომ? ეხლა ვაგრძელებთ განვითარებას. აი რა არის განვითარება? ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს პოტენციალი, და ჩვენ ეხლაც ვისაუბრეთ, ეს ამ პოტენციალის რეალიზება მოხდეს. ანუ ჩვენ დავიწყეთ უკვე 3 წელზე მეტია, რაც ვმუშაობთ და ვიყავით არაფორმალურ განათლებაში, ასე ვთქვათ და უკვე ნელ-ნელა გადავინაცვლეთ არაფორმალურიდან ფორმალურ მხარეს, ფორმალურ განათლებაში. ჩვენმა პროგრამებმა გაიარეს აკრედიტაცია შარშან ნოემბერში. ვამატებთ STEM სკოლას, ასევე ვამატებთ პროფესიული კოლეჯის ავტორიზაციას და ასევე გეგმავთ წელს ჩვეულებრივი საშუალო სკოლის გახსნასაც და ამ მიმართულებითაც განვითარებას, რადგანაც
ნამდვილად რაღაც ადრეული ასაკიდან ვფიქრობ განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეს იქნება ადრეული ასაკის სკოლა, ჩვეულებრივი სკოლა და მე არა უნივერსიტეტი, საუნივერსიტეტო განათლება. არა, საუნივერსიტეტო განათლება არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ჩვენთვის პრიორიტეტი ადრეული ასაკიდან, სკოლის ასაკიდან და პროფესიული განათლება. ეს არის ჩვენი თავი. ეს არის 2025 წლის გეგმა, როგორც ვხვდები, ხო? 2025 წლის გეგმა არის. კი ბატონო. საინტერესოა და ჩვენი საუბრის ბოლოს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ, რას ურჩევდით? როგორ უნდა მიხვდენ, რომ ტექნოლოგიები არის მათი მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება და წყარო? ვურჩევდი პირველ რიგში იმას, რომ არ დანებდნენ და ცოტა მეტი შრომა ჩადონ ამ საკითხში და არის თავდაპირველ ეტაპზე ბევრი უფასო წყარო, რომელთა შეიძლება ჯერ უფასო წყაროებით ასე ვთქვათ დაინტერესდნენ, როგორც YouTube-ი ასე უამრავი მასალა არსებობს ამისთვის, ამით დაინტერესდნენ და უკვე შემდეგ რა თქმა უნდა ურჩევდი, რომ შემოგვიერთდნენ Skills-ში და ერთად დავდოთ შედეგი და მივახცევთ წარმატებას. სათანადო კვალიფიკაციის პედაგოგები არიან თქვენთან მაგალითად რომ აი ეს ცოდნა და გამოცდილება რომელიც ხა საერთაშორისო მიმართულებით არის საჭირო რეალურად მისცენ და ეს არ იყოს უბრალოდ რაღაც მხოლოდ პროგრამის რაღაც კონკრეტული პროგრამების აწყობის ცოდნა. დიახ, ეს ჩვენი ტრენერები ნამდვილად კვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომელთა აქვთ გამოცდილება თავიანთ საქმეში, თავიანთ პროფესიაში და აკრედიტაცია ვახსენე და ესეც აკრედიტაციის პროცესიც ნაწილიც არის ასევე რა თქმა უნდა ამ ტრენერების კვალიფიკაციის შემოწმება და ამ აკრედიტაციის მიღებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ ნამდვილად გვაქვს მაღალი ხარისხის მაჩვენებელი, რომელიც ტრენერებზეც ასევე ვრცელდება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებ და გელოდებით სხვა სიახლეებითაც ყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.